გამარჯობა, ეს მარტოობის 15 წუთია. მე ვარ ნანკა გვარი და მოკლედ ერთი სიახლე მაქვს. პირველ რიგში სანამ ჩემ ძალიან მნიშვნელოვან სტუმარს წარვადგენ. მინდა მადლობა გადავუხადო Cherry Designs, იმიტომ რომ გვაჩუქეს ულამაზესი lightbox-ი, რომელიც მართლა მთელი გულით მიდოდა და უცებ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ახტა. ალბათ კაი მანიფესტაცია გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ საჩუქრისთვის, მართლა. გავგილამაზეთ ჩვენი პატარა მყუდრო სტუდია. ეხლა რა შეეხება ჩემს სტუმარს. გარდა იმისა, რომ ჩემი სტუმარი არის ჩემთვის მართ დედა, ბიოლოგიური დედა, ანუ შობა ამ ქალმა მე, შეიძლება პარამეტრებით ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ესეა. ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია. იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროს მოდებული ადამიანია, დაწყებული იმით, რომ ბრიტანეთში სწავლობდა ფილოსოფიას. მერე სწავლობდა ფოტოგრაფიას. მერე გადაწყვიტა, რომ დიზაინითაც არის დაკავებული მთელი თავის ცხოვრების მანძილზე, მისი დიზაინერული ნიჭი ჩვენ ოჯახს მთელი ცხოვრება გვეხება. იმიტომ რომ ხან კარად ამხვდება იქ სადაც იყო, ხან არ მხვდება. გარდა ამისა, მართლა გეუბნებით, აი დედაჩემი რო არ ყოფილიყო, მაინც იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონა. იმიტომ რომ ძალიან დიდარია მისი ცნობიერი რა და საერთოდ მიმღებლობა ადამიანებს ძალიან მომწონს. მისაბაძე ადამიანი. ხო და მისი აღმატებულება დედაჩემი. ელიჩკა ნადარეიშვილი, რომელიც არის სოხუმიდან, სოხუმში დაბადებული გაზრდილი, ალბათ კვილებზე შეატყობთ, რომ ზღვიდან რა ამოცურავდა და გაიღიმებოდა რა ხდებოდა იქ პლაჟზე. კაი. სუიციდის თუ ვატყობთ. და ეხლა მინდა რომ ჩვენი დილის პატარა რუტინაში ჩაგახედოთ, სადაც აუცილებლად მე დილით ვცდილობ რომ ადრე გავიღვიძო, რომ დედა სანამ იოგაზე წავა, სხვაჩვენს იოგით არის დაკავებული მთელი თავის ცხოვრება, ანუ მთელი ჩემი ცხოვრება. მინდა რომ მოუსწრო რომ ყავა ერთად დავლიოთ და ამ ჭორაობებს უსმინო ხოლმე. გამარჯობა დედა. გამარჯობა ნანკა. ეხლა როგორც არა დედას ისე დაგელაპარაკები. ცოტა გამიჭირდება, მაგრამ მე ჩემზეც კითხო რაღაცებს, მაინტერესებს დედის გადმოსახედიდან. ალბათ იცი ხო ჩემი პირველი კითხვა, ხო გააქვს ნანახი? ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? იცი რა, ჯერ ერთი ძალიან მიყვარს მარტო დარჩენა, რაც ჩემთვის ძალიან იშვიათია და ძალიან დიდი ფუფუნება. ხო. და ამიტომ ვიბნევი. იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი რაღაცა, რაც მან გადადებული და ვფიქრობ ხოლმე, რომ აი მარტო რომ დავრჩები, ამას გავაკეთებ და ესეთი რაღაცა ძალიან ბევრია და ამიტომ რომ ძალიან მარტო ვრჩები, პრინციპში არაფერს არ ვაკეთებ. და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ უბრალოდ სიჩუმეში ვზივარ და ვსვამ ყავას. ხო, ხო. ხო, ვიცი იქ შენი განმარტოვებული. მაგრამ იცი რა, მაქვს რაღაცნაირი სიმშვიდე ჩდება ჩემს გარშემო, როცა ვჩდები მარტო, რომელიც ძალიან სიამოვნებს. შენი აზრით აი ეს დოზა, რაც გაქვს სიმარტოვის, იმიტომ რომ არასოდეს არ გაქვს. მაგიტო გიყვარს ესე ძალიან თუ ისედაც გიყვარს სიმარტოვის? ისედაც მიყვარს, ზოგჯერ განმარტოვება. მიყვარს და ვთვლი, რომ ძალიან სასარგებლო და აუცილებელი. მართლა. მიყვარს. ხო და ბავშვობაშიც ესე ვიყავი. ხო და ბავშვობაში რატო იყავი? ანუ კაი, მესმის დაკავდა რომ მელილისგანაც დასვენება გინდოდა. ხო. აქტიური ძალიან. ბავშვობაშიც ესე ვიყავი. იცი, სულ რაღაცა ბავშვობაში მქონდა ესეთი ბაბუა ჩემის გარდაცვალების მერე დამრჩა ბიბლიოთეკაში მქონდა კარადა, რომელსაც მქონდა ძალიან ბევრი უჯრები. აი ესე რო იხსნებ. ეს კარადა დამრჩა მე. ანუ მე ავითვისე. და აი მარტო რო განმარტოვდებოდი ხოლმე, სულ იქ იმას გასაღები ქონდა, მახსოვს ჩავკეტავდი, გავხსნიდი, ჩამოვიღებდი, ამოჯრებს ვაღებდი, ანუ აი რაღაც მე ბევრი წიგნი მქონდა. მოკლედ იქ ჩემი პატარა სამყარო მქონდა, სადაც არ მიყვარდა ვინმე თუ რომ შედიოდა, განსაკუთრებით ჩემი და. ხო, და აი ბავშვობიდან მაქვს ეს თვისება, მიყვარს განმარტოვება. არ ვიცი, რატო, მიყვარს. ბევრი ამაში გეხმარება განმარტოვება, აზრების დალაგების გარდა. კი, კონცენტრირებაში, აი აზრს სხვანაირად ვალაგებ, არ მეჩქარება, იცი მე საერთოდ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ სულ მეჩქარება.
გესმის, აი რაღაცა თითქოს ფრაგმენტულად ვაკეთებ რაღაცებს, მე დავუშვათ სხვა რაღაცაზე გადავდივარ, აი რაღაცა ცოტა ტემპი მომემატა. ხო და ამიტომ ეს განმარტოვება ძალიან მილაგებს თავში თანამიმდევრობას რაღაცეების. და ამ სივრცეს შენი მეუღლე გაძლევს რა მარტო დარჩა? არა. ნუ ბაკუნა თუ სახში ეს არის გამორიცხვა. ხო, იმიტომ რომ ძალიან უყვარს შენთან ერთად გატარება დროის და მისთვის ეს არის მარტოობა. ხო, პრინციპში მეც ხო, ის ძალიან კომფორტულად არის, იმიტომ რომ ის იმასაც აქვს, იცი, რაღაცნაირად ახერხებს, რომ თან იფიქროს თავის საქმეზე და თან გეურთიერთოს ეს მართალი რაღაც წვეტები აქ პასუხის მოლოდინი გაგძლივი მაქვს ხოლმე, მაგრამ ამიტომ ნუ მოკლედ ხო, პრინციპში თუ სახში ყველანი ხართ, სულ გჭირდებით. ხო, ეგრეა. და ამიტომ მე რაღაცებს აი ნაწყვეტ ვაკეთებ, რასაც მოვასწრებ. მაგრამ ნუ ამასაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი თქვენი ენერგეტიკა ჩემსას არ ემთხვევა. იმიტომ რომ მე ყველაზე მშვიდი ვარ ოჯახში, ხო, პრინციპში და კი, მაგრამ თუ აფეთქდი ყველაზე საშიში. ნუ ეგ ძალიან იშვიათად ხდება, ხო? და ზოგჯერ საჭიროა თქვენთვის, იმიტომ რომ უცებ რაღაცა ტონუსში, სხვა ტონუსში მოდიხართ, ხო? ხო, შენი აფეთქება მართლა, აი ვეშაპის გაგვიზარდა. ძალიან იშვიათია, მაგრამ ხარისხიანი. ხარისხიანი. ხო. ხო და ნუ აი ისე ძალიან, ეხლა აი კიდე სხვანაირად დავფიქრდი. ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ამ ხელა ოჯახს. პატარა ოჯახი ვართ, მაგრამ ბევრი ვართ რა. კი. რაღაცა ენერგიულები ვართ, ყველა ჩვენი ოფოფებით ვართ. ამას რო უძღოდე მშვიდად, წყნარად, ყველას ყოველთვის ჭირდებოდა და თან შენი თავისთვის გამოყო დრო, შენი ინტერესებისთვის. და ამას ახერხებ შენი აზრით ბოლომდე? მე მგონი კი, არ ვიცი. თან თქვენ ყველა სხვადასხვა ხასია, აბსოლუტურად განსხვავებული ხასია. იმიტომ რომ შენ ხომ მაპატირო გაწყვეტინებ რაღაცნაირად მაინც გინდა არ გინდა მოარგე შენი ცხოვრება ჩვენ ცხოვრებებს. კი. ნუ ეს ხო, კი არ მოვარგე. ნუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პრინციპში, ეს მორგებაზე არ არის, ეს არის რაც არის ჩემი ცხოვრება. მე ძალიან კომფორტულად ვარ, იცი? აი, არასდროს არ მქონია ესეთი, აი, აზრები არ მომსვლია, რომ აზრი, რომ აი, დაუშვათ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, თუ არა, მე ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო და ამას სხვათა შორის ძალიან ადრე მივხვდი. ხო და რომ აი აქ ვარ კომფორტულად, აი ეს და ზუსტად იმ ცხოვრებას ვცხოვრობ, რომლის ცხოვრებაც მინდა. გესმის? და აი ეხლა ცხოვრობ, ხო? იმ ცხოვრებას, რომელიც გინდა. აი რა მაინტერესებს, იცი, აი შენი ჩემ ასაკში როდესაც იყავი, 26 წლის. ესე ხედავდი შენ მომავალს? კი. იცი რა, მე მაშინ შენ იყავი 4 წლის და ყიყავი ძალიან მნიშვნელოვანი და მთელი ჩემი დრო 5-ის გეკუთვნოდა შენ. ამიტომ ნუ აი როგორ გითხრა, ხო, აი ეს არის რაც მე მინდოდა ყოველთვის და ზუსტად იცოდი რომ ხდება. იცოდი, ხო, ვიცოდი, ხო. და შენი ქორწინა ძალიან ადრეულ ასაკში. კი. არა, ეს არ არის ძალიან ადრეული ასაკი, ეს არის ბავშვობა. მე რო 10 წლის წინ მეკორწინა. 16 წლის იყო დედაჩემი, როდესაც გაიპარა მამაჩემთან ერთად. მინდა რომ ეს ისტორიაც მოყვე რა. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორია, სადაც დადიოდა წყვილი, შეუყო რაღაც. თქვენ მართლა ერთი დანახვით შეგიყვარდათ ერთმანეთი. და მე მჯერა რა, მაგ სიყვარულის ისე მარტო იმიტომ რომ თქვენ გიყურებთ ამდენი ხანია და მომიყევი ეგ რა. ნუ ეს იცი როგორი რაღაცა, არ ვიცი, აი რაღაცა ესე მოხდა უცებ სპონტანურად, საერთოდ პრინციპში ჩემ ცხოვრებაში რაც კარგი მოხდა, პრინციპში აი სულ სპონტანურად მოხდა. არ ვიცი, ალბათ ეს ინტუიციის
დონეზე ხდება რაღაცა ესე ინტუიციურად ვგრძნობ ან ხო ძალიან მალე დავქორწინდით გაცნობიდანვე და პრინციპში უკვე რამდენი 32 წელია ერთად ვართ, ხო? ეხა ეს მართლა იშვიათობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესე არ ხდება. და ბევრად უფრო დიდხანს აქვთ ურთიერთობა და რაღაცა 2-3 წელი და მერე ჩვენ ესე მოგვივიდა, ხო, ძალიან უცნაურია რომ დაფიქრდე, ხო, იმიტომ რომ ძალიან მალე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გავიპარეთ რაღაცა, აი ზოგჯერ უხერხულია ხოლმე, ხო? აი ამ პატარა აი ჩემზე მაგალითად გეუბნები რა, რომ მოგესმინა ეგეთი რაღაც, რომ 10 დღეში გავიპარე, თქვა თუ ამბობ, ანუ 20 დღეში. ჩათვლით რომ ეს ძალიან არასერიოზული და წარმოუდგენელი და აი აქედან არაფერი არ გამოვა და რა ურთიერთობა უნდა იყოს და რაში გადავა ეს და ხომ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა. და რა არის შენი აზრით გასაღები იმისა, რომ ურთიერთობა ორ ადამიანს შორის შედგეს და იყოს ისეთი მყარი, რომ გაუძლოს დროს, სირთულეებს და ყველაფერს გაუძლოს და უფრო გიყვარდეთ ერთმანეთი, იმიტომ რომ მე რაც გაკვირდებით, თქვენ უფრო და უფრო გიყვართ ერთმანეთს. იცი რა, გასაღები არ ვიცი ნანკა. ყველას ხო იცი, რამდენი ადამიანია, იმდენი ბედნიერებაა, ხო? რამდენი ადამიანი, იმდენი სიყვარულია, ხო? ყველას სხვადასხვა გამოვლინებები და ყველას ჩვენი ბედნიერება გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, აი სხვადასხვანაირია, იცი, თუ ვიღაცა გიყვარს, აუცილებლად აი ყველა ხერხს მიმართავ. ზოგჯერ მოითმენ, ზოგჯერ არ მოითმენ, ზოგჯერ ის მოითმენს. აი რაღაცნაირად ისე აეწყობი და ბოლოს გახვალ რა, იმ რაღაცა ესეთ სიმშვიდეში და კომფორტში. შენი აზრით რთული ხასიათი გაქვს? იცი რა, მე მგონი რომ ზოგჯერ ხო, ზოგჯერ ვარ რთული, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აი რაღაცისგან ძალიან გადავიღალე, ან თუ რაღაცა დროის მანძილზე ცოტა ბევრი ნეგატიური რაღაცა ამბები გავიგე, ან რაღაც აი ეს ყველაზე მეტად ეს მომძიმებს. და რა გეხმარება რომ აი განიტვირთო? შენი განტვირთვა რა არის? იცი რა, მე თვითონ რაღაცნაირად ვისწავლე ამის მართვას არ ვიყოდი, უბრალოდ რაღაცა ახალი უნარები გამიჩნდა დროთა განმავლობაში და ვისწავლე ამის ბევრი რაღაცის მოშორება კი არა, აი გადაყვანა სხვა მდგომარეობაში. აი მაგალითი რომ მომიყვანა. ხო, აი მაგალითად ბოლო დრო, აი ზოგჯერ ადრე რო ნერვიულობდი რაღაცაზე, ხო? აი წვრილმანზე შემეძლო ძალიან მე ნერვიულა და ისევ ნერვიულობდი, რომ ამაზე ვფიქრობდი, ამას უღრმავდებოდი და კიდე ვასამაგებდი და ვახუთმაგებდი გესმის. და მე რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ არ არის ეს ნერვიულობა. ერთი ნერვიული სისტემა არის ძალიან ფაქიზი და უნდა მოუფრთხილდე. აუცილებლად. და მთავარია რომ აი დაიწყო მოქმედება, რაც უფრო არ არის საჭირო, იცი, აი ეს რაღაცა ანალიზის გაკეთება და უნდა დაიწყო იმოქმედო რა, იმოქმედო და რაც უფრო მალე გადაწყვიტავ ამას, მით უკეთესია, ხო? და აი ვიწყებ მოქმედებას და აი ყველაფერში რაღაცა აი მაგალითად რაღაცაზე ანერვიულდი ეხა. მოქმედება რას ნიშნავს? აი რას ვაკეთებ? ხო არ უნდა დაჯდე და იფიქრო, რომ ვაიმე, იცი რა, იმიტომ რომ შენ თუ ამაზე დაიწყე ფიქრი, მე იმას, ეს თუ მოხდება, მე კიდე რაღაცა მოყვება, მე აი მაშინ ეს მოხდება, ეს მოხდება. არაფერი უნდა აი უცებ მობილიზდე და აი გამოსავალი რა გვაქვს, გამოუვალი მდგომარეობა ხო არ არსებობს. ეს ბავშვობაში მითხრა დედაჩემმა და მთელი ცხოვრება აი ესე ისამაკ, იცი დამჭა. შენ კიდე მე მითხარი და მეც ეგრევე. ხო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ეხა აი რაღაცა ამ პრობლემის გამო არ მოკვდები. აუცილებლად გადარჩები და ბარემ უნდა დაიწყო, აი უცებ დაფიქრდე, როგორ გადაწყვიტო და დაიწყო. აი ხა ყველაზე ბანალური ფრაზა გამახსენდა, რაც ალბათ აი 10,000 ჯერ გვაქვს ყველას მოსმენილი, მაგრამ აი შენ ნათქვამზე გამახსენდა და მაინტერესებს შენი აზრი. რაც არ გკლავს, მართლა გვაძლიერებს შენი აზრი.
ძალიან. ეს მაგ გამოცდილი. აი ეგ მაინტერესებს. შენი ცხოვრების აი ყველაზე დიდი რამე ტრაუმა ან ტკივილი თუ შეგიძლია რომ გაგვანდო, რის მერეც ამოფოფხდი და რეალურად თავიდან განიცადე სიცოცხლე, ცხოვრება და თავიდან შედეგი ქართულად როგორ არის ლიანდაგებზე. Ну, იცი რა, მე საერთოდ ეგ ესეთი პერიოდები რამოდენიმეჯერ მქონდა ცხოვრებაში, ახლა ესე ყველაფერზე ვერ მოყვები, ხო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში აი ყოველი გადალახვა ყოველთვის საოცარ ძალას მაძლევს. და აი ხო იცი, აი ბევრად უფრო როგორ გითხრა, აი ძლიერი, დალაგებული და ისეთი გამოვდივარ სიტუაციიდან. აი, როდესაც ვარ ცუდად, ну, მაშინ აი ძალიან ცუდად როცა ვარ, ხო? რაღაცა პერიოდი მაინც მჭირდება, იცი? და მერე უკვე აი თუ ამოვედი, აბსოლუტურად სხვანაირი ვდგები, აი რაღაცა და ბევრად უფრო მგონია, რომ სხვა სიმაღლეზე. მაგრამ პროცესში როდესაც ხარ ცუდად ყოფნის, მაგ დროს ხო იცი აი რაღაცნაირი აგონება მაინც გინდა არ გინდა ცუდისკენ და ცუდი. კი, თუმეტეს ჩემი, მე ძალიან მარტივად უსმენ უფრო და ვაკვირდები აი ნეგატიურას. ხო მოდის კარგით და ცუდით, მე რატომღაც იქ ვკონცენტრირდები ცუდზე. ნეგატივში, ხო. და მაგრამ არ ვიცი, აი რაღაცნაირად ის მე თან რა მაქვს, იცი, აი ზოგ ადამიანს ხო აქვს, რომ ვიღაცას ამას უზიარებს და ესეც ძალიან კარგი მეთოდია, ხო, როდესაც აი რაღაცა ვიღაცების ჩართულობა გჭირდება და აი რაღაცნაირად გამოყევ ხარ და მე არა მაქვს. მე ესეთ შემთხვევაში რატომღაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ეს ჩემით გადავიტანო და გადალახო ხო? გადავლახო. რატო ხდება ეგრე, რომ არასდროს არ გვანდობ ჩვენს? არა, განდობთ, როგორ არა, მაგრამ მე იცი რატო ხდება, მე მივხვდი, რომ ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია, როცა ჩემი თავის იმედი მაქვს. ხო, ეგ მაგარი. მივხვდი, იმიტომ რომ აი ხო არის ხოლმე, რომ არაჩვეულებრივია ფსიქოთერაპია და ძალიან კარგად მუშაობს და მართლა ეხმარება ადამიანებს და ზოგჯერ გინდა რომ რაღაცა გამოთქვა, რაღაცაზე ილაპარაკო და მსმენელი მაინც ყავს, ხო? ხო. რომელიც გიყურებს თვალებში და ნუ პრინციპში რაღაცაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე არ მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, უფრო მნიშვნელოვანია, აი მე თვითონ ეს გადავლახო და ვდგე ფეხზე და ჩემი თავის იმედი მქონდეს ყოველთვის. ანუ მე ჩემ მივხვდი. თავს დავეყრდნო ნებისმიერ სიტუაციაში. ეგრე უფრო კომფორტულია ჩემთვის გესმის და არ დავეკიდო ვიღაცას. მე ახლა მივხვდი ერთ რაღაცას. შენ ძალიან მაგრა გაგაძლიერა შენმა აი ამ შენ თავთან გამოწვევებმა და რატო? იმიტომ რომ ადრე მე ხო ვაკვირდებოდი შენ რაღაცა პერიოდებს შენი ცხოვრების, ხო? ეხლა ბევრი შენი ცხოვრების ეტაპი ერთად გავიარეთ, იმიტომ რომ პატარა იყავი, როდესაც გამაჩინა და ერთად ვყალიბდებოდით რაღაცა ეტაპზე. კი. შესაბამისად, ეხლა მე ძალიან მაგარ რაღაცას მივხვდი, რომ შენ ცუდად ყოფნა აღარ გაშინებს, როგორც გამოწვევას ეგრე უყურებ და პირიქით გაინტერესებს შენი ელიჩკა, შენი ნანკათქვი ხოლმე მეთქი. შენი ელიჩკა როგორი გახდება აი ამის შემდეგ. კიდე პლუს. ანუ შიში ეგეთი აღარ გაქვს. არა, საერთოდ შიში აღარ მაქვს. შიშსაც მოვერი. ხო, და ეს იყო ბოლო, რასაც მოვერია და მივხვდი, რომ აი უკვე ეს იყო. როგორ უნდა მოერია შიშს? და შიში არის აი ყველაზე მძიმე წარმოუდგენელი განცდა არის შიშის შეგრძნება, რომელიც მე არ მქონია. არასოდეს და მას მერე რაც ბაკუნა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, შიშის გრძნობა საერთოდ გამიქრა. იმიტომ რომ ყოველთვის მაქვს მისი იმედი და ნუ ეს ზუსტად ბაკუნა მამა ჩემია. ხო. და ამიტომ არ მქონია, მაგრამ ნუ რაღაცა მოხდა, იცი, ეს საკმაოდ ხშირია. თურმე აი ეს
შიშები, რომლებიც მე უცებ მომერია, ასე ვთქვათ. და აი ეგ იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, მე ვფიქრობ. აუ შეგიძლია აი თქვა რამოდენიმე, რომელიც აი არ იქნება ახლა შენთვის რთული სათქმელი შემთხვევა? აი შიში კონკრეტულად რისი? იცი რა, ძალიან უცნაური თანამიმდევრობით მოდის ეს შეგრძნება. ჯერ ხვდები, რომ თითქოს ორიენტაციას კარგავ, იცი რა, ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის კარგი, იმიტომ რომ ადამიანები ზოგჯერ ადამიანები ისე ხსნიან ამ მდგომარეობას, რომ შენ თითქოს ამას შეიგრძნობ და მე აი ცოტა ისეთია, მაგრამ თანამიმდევრობა გესმის და მე აი რაღაცა პიკამდე მიდის, სადაც არის ყველაზე საშიში და ნუ მე ეს ყველაფერი ცხრება, ჩადის და ჩამოდის და იმ მომენტში გონია, რომ ხვდები. ხო, ვიცი ეგანცდა. ხო, და ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემი ცხოვრების, როცა ეს შიშები მქონდა, იმიტომ რომ რასაც არ უნდა გეუბნებოდნენ, როგორც არ უნდა გამშვიდებდნენ, ეს დამოუკიდებლად თავისთვის არსებობს რაღაცა, რომელსაც ჩემ პრინციპში ვერ ერევი და აი რაღაცა პერიოდის ვერ საკონტროლებ ხო ფიქრებს? რა? ფიქრებს ვერ აკონტროლებ. ხო, უკონტროლებადი პროცესია და მაშინ მივხვდი, რომ აი ეს თუ არ მოვიშორე, ჩემი სამყარო აი იმდენად შევიწროვდა, რომ აი ერთადერთი სივრცე, სადაც მე კარგად ვიყავი, იყო სახლი. ნუ ეს ხომ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ცხოვრებაა, ხო? და ნუ აი მივხვდი, რომ ან ესე უნდა იყოს, ან მე აქედან უნდა გამოვიდე და როგორ მოირიე რაღაცა ეტაპები? მე ჯერ ერთი ხო, მაშინ ბევრი შეიძლება იყოს ამ პრობლემის წინაშე და მაშინ ფსიქოთერაპევტთანაც მივედი რაღაცა პერიოდი ვიარე და მე უკვე დავიწყე კითხვა. ხო. ხო. კითხვა აი ამ შესწავლა დაიწყე აი ამ ნეირონების, ნუ რაღაცა იქ მთელი მეცნიერება და აი უკვე მივხვდი რომ მე პრინციპში რაღაცებს მივაგენი. ანუ ცოდნით გადაწყვეტე რომ მოერიო. ხო, იმიტომ რომ ისევ მივხვდი რომ ეს დაკიდება არ გამოვა, ნუ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ ახლა ზოგჯერ სადღაც მიდიხარ და ხო არ დაუწყებ რეკვას და რაღაცა ყოველ დაუშვათ ესეც შეტევაზე. ფსიქოლოგზე და ჩამოკიდებას გულისხმობ. და ამიტომ დავიწყე ჩემით ისევ აი ამის მორევა და გამომივიდა. საინტერესო ის არის, რომ როდესაც აი თითქოს რაღაცნაირად ესე ეწყობა, იცი, აი ერთი წიგნის დაუშვათ ერთ წიგნს ამთავრებ და რაღაცნაირად მეორე გივარდება ხელში და შემთხვევით სადღაც შეამჩნევ და ესე რაღაცა წავიდა და საბოლოო ჯამში მოვერიე და ისევ ჩემით. ამიტომ ახლა აი ეს ძალიან დიდი კომფორტია, იცი და უკვე ხვდები, რომ რაც არ უნდა იყოს, მე ნებისმიერ ბურთს ავიღებ, როგორც ამბობენ, ხო აი. მაინტერესებს თავარი მიგნებები, რაც გააკეთე, რაც შენ ადამიანის ფსიქიკას შენი აზრით ძალიან ეხმარება. აი რამოდენიმე რაღაცა ხო არსებობს ალბათ, რაც იცი რომ გეხმარება. მაგალითს მოგიყვან უბრალოდ რომ მიხვდე რა. ადრე მეუბნებოდი ბავშვობაში. რომ სარკეში უბრალოდ რომ იხედებიო რაღაც კბილებს გამოიხეხავ მე რა. დღეს მაგარი დღე მექნება. აი ესე უთხარიო შენ თავს ვთქვათ. ანუ აი გულისხმობ აი რაღაცა პატარა რიტუალური თუ არსებობს შენი აზრით, რაც ადამიანებს აი შენი რაღაცა დაკვირვებისგან გამომდინარე წაეხმარება რომ გაიფერადონ დღეები, შეიმსუბუქონ რაღაცა მაგალითად გარემო რომელიც არ მოგწონს, შენ ეგეთი ხარ და ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგას. გარემო რომელიც არ მოგწონს, იქ არ მოხვდები. არ წახვალ რა, თავი რატო არც იმიტომ რომ თავაზიანი ეს არის ფოტოშორის ერთ-ერთი. ხო, რაც უნდა აკეთო. აი კიდე შენი დაკვირვებით. იცი რა, მე საერთოდ მივხვდი რომ ხასიათი არის აი ბედთან როგორ კავშირში, იცი? პრინციპში, ნუ აი რაღაცა ისეთი ფრაზები რომ ბედი არ მწყალობს და ეს არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ძალიან მნიშვნელოვანია შენი შინაგანი მდგომარეობა. აი აქვს მაგას მნიშვნელობა. შენ როგორ გზნობ თავს? გესმის? აი როგორც შენ გზნობ თავს, ზუსტად ის იქნება
მთელი დღის განმავლობაში, ხო, დაუშვათ, ან არ შეგიმჩნევია? კარხასიაძე რო დგები, რაღაცა ყველაფერი კარგად მიდის და იმიტომ რომ განწყობა გაქვს. შეიძლება ის გუშინ რაზეც გაბრაზ ის დღეს აი რაღაც კარხასიაძე არც შეამჩნია, ხო, პრინციპში. ხო, არის აი რაღაცეები, ეს ხო იცი ეს დადებითად იაზროვნე რაღაც, ვთლად ესე ხა ეს უკვე ყველამ ვიცით და ყველგან ეს არის და უკვე ცოტა დავიღალეთ, ხო, ამ რაღაცისგან, მაგრამ საერთოდ აი კარგ ხასიათზე რო ხარ, ყველაფერი კარგად არის ნამკაი. და როგორ უნდა იყო? იცი რა, აი ადამიანს ძალიან ცოტა ჭირდება, გესმის? აი აიძულე რომ კარგ ხასიათზე დადგე და ქონია, როგორ არის, ძალიან ხშირად. ხო, რომ აი რაღაცა ისეთი ზოგჯერ გამხსენებია, რომ ან პრინციპში მე კიდე რა მაქვს, იცი, ეგ ძალიან საინტერესო რაღაცა, რაც ბოლოს მემართება. აი ბავშვობაში რაღაცა ისეთი სხვანაირი სიხარული გაქვს, ხო? ზოგადად, ხო? ეხა სიხარული, აი ხა როგორც განიცდი სიხარულს, ბავშვობაში ცოტა სხვანაირად განიცდიდი, ხო, გახსოვს ეს შეგრძნება? აი ვცდილობ რომ აი რაღაცა იქიდან თითქოს აი ეს წამოვიღო, ან გავიხსენო, ან დავიხმარო, ან გავიხსენო ის პერიოდი, როცა ხო იცი აი ძალიან კარგად იყავი, ან ის ხალხი, აი რაღაცნაირად ისინი ცოტა თითქოს გახსენებენ შენ თავს რა, ხვდები? ასოცირდებიან ყველაფერთან კარგთან და ამიტომ, ჩემ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხა მე ვიხსენებ სოხუმს და იმ ჩემ მეგობრებს და აი იმ შეგრძნებას, ხო იცი, როცა ბავშვების პრივილეგია ალბათ ეს უკვდავების შეგრძნება. ხო იცი, აი ყველაზე მაღალი დამბიდან რო უნდა გადახტე და აი არ აქვს მნიშვნელობა ხა თავით ჩახვალ წყალში თუ მუცლით დაეხეთქები თავარია ყველაზე მაღალი დამბიდან გადმოხტე და პლუს აი ხაერში რაღაცა 1-2 წამი რო აი მიფრინავ და ეს არის ყველაზე აი რაღაცა ეს შეგრძნებები გესმის აი ამასთან დაკავშირებული ყველაფერი და რაღაცა მაძლევს ეს მაინც აი ვიხმარ თითქოს იმას რომ დღეს აი იმაში მოვიდე ხო ეხა შენ სოხუმი რო ახსენე მაგას რო არ კითხო არ გამომევა ბევრჯერ გაქვს და ბევრგან ალბათ ამაზე ნალაპარაკები რაც მე მახსოვს რა მაგრამ ჩემთანაც მინდა რომ ილაპარაკო აი იმ სიცარიელის განცდას ვთქვათ გივსებს გახდი ბოლო ვერელი გახდი თბილისელი მე ძალიან მიყვარს თბილისი და თბილისში ძალიან ბევრი თუ მაინც სოხუმელი მეგობარი გამიჩნდა და ეს ზუსტად ხვდები ამ ქალაქის შარმს და აი ძალიან კარგი ლამაზი ქალაქია ხო იცი ახლა მე ეს სოლოლაკი როგორ მიყვარს და აი ვერა და ეს ყველაფერი და ძალიან არაჩვეულებრივ ხალხსაც შევესწარი რომლებიც დღეს უკვე გარდაცვლილები არიან მაგრამ მე მაინც სოხუმელი ვარ ხო იცი აი ხო აი სვანებზე რომ ამბობენ ხო იცი აი სადაც არ უნდა სვანი აი მე სოხუმელი ვარ მაგდანაკლის ვერაფერი ვერ გიფსებს თუ ვიცი რა მაინტერესებს აი დროსთან ერთად ნელდება ეგ განცდა სიცარიელის იცი რა ჩემთვის ცოტა უფრო მარტივია იმიტომ რომ მე ხო იქ მეგობრები მყავს რომლებთანაც სულ მაქვს ურთიერთობა და პრინციპში აი სულ მიცოცხლებენ რა აიქაურობას გესმის და მაგათთან ერთად სულ ბავშვი ხდები ეგეც ჩემში სულ ხარხალებ კი ძალიან ხო ეგრეა მაგათთან ერთად ხო კი ხო და აი ისინი მიცოცხლებენ გესმის და აი რაღაცა სულ თითქოს ეს წრე არ წყდება სულ არის ეხლა შენი აზრით ის სოხუმი აღარ არის ხო და ვეღარც იქნება მაგის შეშე არ გქონია რომ აი რომ სულ რო ჩახვიდე ხა რომ აღარ დაგხვდეს ისეთი როგორიც ბავშვობაში იყო მე მირჩევნია რომ ისეთი მახსოვდეს როგორიდანაც წამოვედი ხო იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს ის არ არის და არ იქნება იმიტომ რომ ხო იცი ქალაქი მაინც ხალხია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ხო აი მე მირჩევნია ისეთი მახსოვდეს როგორიც მგონია რომ ეხლაც იქ ისეთია
შენი სპორტული ცხოვრება, ნუ სპორტული თუ ქვია, არ ვიცი, მე საერთოდ იოგა რა მიმდინარეობა, მე ვერ ვიგებ ეს ცეკვა, მედიტაცია, ვარჯიშია თუ უბრალოდ წელვა არის რაღაცეების, არ ვიცი. ჯანმრთელობა, აი, ეგ გეხმარება სიმშვიდეში. კი, ძალიან, იცი რა, მე როდესაც ხო, მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ლადო მხეიძე, ჩემი მეგობარი, არის არაჩვეულებრივი იოგი და არის ჩემი მასწავლებელი, რომელიც პრინციპში გადამარჩინა ძალიან ბევრი რაღაცისგან, მათ შორის აი ამ შიშებისგან და მოგეთხოვა ლადოს და მადლობა ლადოს. ხო, და ნუ იცი რა, ნანკა ეს არის ცხოვრების წესი. უფრო იცი, ეს არ ხდება იმიტომ რომ შენ დაიგუნთო, ან გახდე, არა, ეს მთელი ფილოსოფია და ეხა მაგას ვერ ჩამოშლივ თუ აი რაღაცა ეტაპს გაივლი, რომელიც საკმაოდ რთულია და მე გამიმართლა, იმიტომ რომ ლადომ ძალიან სწორად წამიყვანა, იცი, რომ არც ერთ ეტაპზე არ ყველა სირთულე გადავლახე და არ გამიჩნდა სურვილი, რომ აი ვეღარ დავდივარ და აღარ მინდა, არა. თუ აი ამ რაღაცას გადალახავ, მერე ეს ხდება შენი ცხოვრების წესი, რის გარეშეც, ნუ უბრალოდ აი წარმოუდგენელი. ცოტა ხნის წინ დედაჩემი თავზე დგებოდა და გადაწყვიტა, მამა ჩემსაც უნდოდა რომ თავზე დამდგარი იყო, თუ ჩემი დასაყენებდი, თუ მოკლედ ხანდახან არის ხოლმე ეგეთ ხასიათზე, რაღაც ჩელენჯებს გვიწყობს მეორე სართულზე. აბა თუ დადგებით ესე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერზე ვერ დგება. მარტო ფეხებზე ვდგებით, ყავად. დანარჩენი ვერა. სასწაულებს აკეთებს მართლა. დედა, როგორია დედობა? ნუ იცი რა, ეხა გააჩნია როგორი შვილი გყავს, შვილები გყავს. როგორც მე ვიცი, არც ერთი ყავს ისეთი კარამელი. არა, ხო, შენ მაგალითად იყავი არაჩვეულებრივი ბავშვი, ძალიან მარტივად გასაზრდელი, მანამ ლაპარაკი დაიწყე. აი, მერე უკვე დაიწყო რაღაცა პროტესტები და აღმოჩნდა, რომ შენ თურმე სანამ ლაპარაკი დაიწყებდი, ძალიან ბევრი რაღაცა არ გაწყობდა. უბრალოდ ვერ ვამბობდი. ხო, და ამიტომ აი ხო, მერე უკვე წავიდა და მივხვდი, რომ მე ძალიან რთულად მაქვს საქმე, იმიტომ რომ სული დაიწყო ბრძოლები. მაგრამ შენ შემთხვევაში ხო პირველი შვილი ხო იცი როგორია მე სხვათა შორის მეც ხო გასწავლიდი რაღაცებს, მაგრამ შენც მასწავლე ბევრი რაღაცები, რასაც კირასთან უკვე აღარ ვაკეთებ. მაგალითად მე შენ აკეთებ ბევრი შიში, ხო? რომელიც იყო ჩემი და მაბრალებდი რომ ჩემია. და ამიტომ წარმოიდგინეთ ხალხო, არასოდეს ცხოვრებ. ვინ ტაქსით თუ დავდიოდით და ტაქსისტი სწრაფად ატარებდა მანქანას, ფრთხილად ატარებთ ბავშვს, ეშინია, ესე იწახდა და ბოლოს მე დავიჯერე, რომ უნდა მეშინოდეს და მეშინოდა რა. ნუ ეშმაკის ბორბალზე ალბათ არასდროს არ მჭდარი ხარ ხო? არა. და მე ხუთე სართულიდანაც არ გადმოგიხედავს. არა. ხო, აი ეს არ არის სწორი. ეს იყო ჩემი შეცდომა, მაგრამ მე ვისწავლე და კირასთან უკვე ესეთ შეცდომებს აღარ ვუშვი. ხო, მე ცოტა ესეთი ვარ, მაგრამ ხო, მაგრამ ნუ გესმის, ამიტომ შენ მე და შენ პრინციპში რაღაცა ესეთი ურთიერთობა გვქონდა. და რაღაცა ასაკის რო გახდი, მივხვდი, რომ შენ ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ. და ну, მოკლედ საინტერესო ვითარდებოდა ჩვენი საერთოდ ამბავი. საინტერესო იყო ჩემი აღზრდა. კი, ძალიან, იმიტომ რომ შენ ყოველთვის არაორდინალური იყავი და აი ჩვეულებრივი რაღაცები, რაც უნდა გააკეთო, არასოდეს არ აკეთებდი. აი მაგათ უნდა გესწავლა ლექსი, ხო? და ამბობდი, რომ არ ვისწავლი. რატო ნანკა, ხო, ну, ეს ხო იცი, უნდა გესწავლა, ეს ყოველთვის სწავლა იყო. არ განიხილებოდა, იმიტომ რომ მე არ მომწონს ამ ლექსის შინაარსი. ну, აი სულ რაღაცას აპროტესტებდი. ზოგჯერ სხვა შორის ძალიან სწორად.
მაგრამ მაინც მასწავლედი. მაგრამ ნუ მაინც გასწავლიდი და ნუ რა თქმა უნდა და კიდე ბევრ ამას გაკეთებინებდი, მაგრამ სიტყვა უნდა შენ რაღაცა მდგომარეობაში გაგდებოდა უცებ, ამიტომ მე ვისწავლე რომ თუ შეგიძლია აი რაღაცა ტაქტიკებს ვცლიდი მუდმივად. ხო. დედა და როდესაც შვილი უსამართლოდ გეიქცევა, ვთქვათ. ხო. ანუ ხეშად დაგელაპარაკება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დედა ვიცი, რომელიც იბრძვის აი ამ პრობლემას, იმიტომ რომ რეალურად ხო იცი რომ ეს შენი შვილისგან უწყინარი რაღაცა შეიძლება. მაგრამ ისე ხდება გულზე, მე რომ მახსოვს ახლა შენ მე რამდენჯერ გაწყენინე, მართლა უნებლიეთ, როდესაც უბრალოდ აი არ მინდოდა რა რაღაცა თქვა. და ეს ისე გწყინდა რომ მე თვითგვემაში მივდიოდი და ძალიან ცუდად ხდებოდი. ხო. ახალგაზრდა დედებს შენი აზრით რა აქვთ გასათვალისწინებელი, აი რომ არ იქნება არ მიაქცია. ვიცი რა, აი ხო, ყველა ინდივიდუალურ ხეს შენ და კირას შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. კირას აბსოლუტურად სხვანაირად უნდა მიუდგე და დაელაპარაკო. შენ მაგალითად კირა ჩემი პატარა და არის. ხო. მე მაგალითად შენ მაგალითად გიყვარდა, ყველაფერს მიყვებოდი. და ესეთი ურთიერთობა გქონდა. კირას არა. კირა ხან გიყვება, ხან არ გიყვება და ბოლოს ვერ ხვდები ახლა როგორი ურთიერთობა ვართ მეგობრები თუ არა ვართ, ხან ვართ, ხან არა ვართ და ცოტა ვიბნები, ხო იცით. შენთან ეგარი იყო. შენ მე ძალიან ყველაფერს მიყვებოდი, ხო. ხო და კი ნანკა საწყენია, იმიტომ რომ როცა ესეთი ურთიერთობა გგონია რომ აი დალაგებულია და უცებ ძალიან უხეშად დაგელაპარაკებიან, ხო, მაგრამ კიდე რა არის იცი მაგას აქში ბავშვების პრობლემა? აი, როდესაც მე გირეკავდი, ხო, ხშირად, ეს შენ ამას იღებდი როგორც კონტროლს და შენ სულ მაკონტროლებ, ანუ ეს კონტროლი გეშლება ზრუნვაში. ეხლა რო გირეკავდე, რაღაცა სხვანაირად იღებ, ხო? იმიტომ რომ აღარ მირეკავ. მართლა აღარ მირეკავ. ხედავ რისთვისაც იბრძოდი, ეხლა აღარ მოგწონს, ხო ეს? ხო, ეხლა რო არ მირეკავ. არ გირეკავ, იმიტომ რომ მე გირეკავ ეხლა. ხო, ძალიან კარგია, ეხლა პირიქით, აი, მშვენიერი, იმიტომ რომ იცი რა არის ხო, ნუ ახლა რა. აი, რატო აღარ მირეკავ? ეხლა და რატო მირეკავდი თქვა თქო 3 წლის წინ. ესე იმიტომ რომ ეხლა ჯერ ერთი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხარ, ხო? ვიცი რომ ძალიან დატვირთული ხარ. ვიცი რომ ზოგჯერ ძალიან უადგი იმას გირეკავ, მაშინ როცა გაკან ჩაწერა, ან რაღაცა და აი ეს რაღაცა ის გამიჩნდა, იცი პატივისცემა შენსაც. შენი საქმე. ამან მოგიყვანა. მაგრამ ხო გწერსო. ისე რა. არა, გწერ, როგორ არ გწერ ახლა, მაგრამ შენ რომ მამას უწევ პასუხობ და მე არა. ხო, მამას უფრო პასუხობ. მამასთან წერს. მე რატო არ პასუხობ ეგრევე? შენთან ძალიან ნელა იყრიფავ, აი ძალიან ნელა. შენთან მისიჩება ძალიან რთულია. ხო, მე ნელა ვწერ, ხო. კი, ძალიან. დედა. ძალიან ბევრი პროფესია გაქვს. არა, პროფესია არც ერთი არ მაქვს. ნუ კაი, სპეციალობა რომელიც აირჩი. ხო, ნუ ვისწავლე დაუშვათ ფილოსოფია, ბაკალავრი გავაკეთე და მე თბილისში რო ჩამოვედი, ჯერ ტელევიზიაში ვმუშაობდი, სადაც შენც დამყავდი, სულ თუ გახსოვს. ხო, კულინარიულ გადაცემა მიყავდა. რაღაცები, ხო, და მე აკადემიაში ჩავაბარე. მანდაც დავდიოდით. ხო, ну, პრინციპში ეს ყველაფერი რაღაცა უფრო ჰუმანიტარული და ხელოვნური. ბოლო-ბოლო შენი აზრით? აი რა პროფესია იქნებოდა ის პროფესია, რომელსაც დაეუფლებოდი ბოლომდე და გაყვებოდი, რაც თავარია. იცი რა, ну, ახლა ეს კონკრეტულად ვერ გეტყვი. რამოდენიმე რაღაცა, ხო, ლონდონში ძალიან მინდოდა ერთი პერიოდი ეგვიპტოლოგიაზე ჩაბარება, იმიტომ რომ აი ძალიან მინდოდა რომ არქეოლოგი გამხდარიყავი, მაგრამ ნუ იქ რაღაცა უამრავი რაღაცა იყო ჩასაბარებელი და პლუს ძალიან დიდხანს უნდა გესწავლა, ხო. ну, რა თქმა უნდა, ეს მე გადამივიდა. უბრალოდ ეს მაშინ ჩემი ინტერესის სფერო იყო, ხო, იცი, თან ახლა ბრიტანეთში ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უხვად არის იქიდან წამოღებული. ხო, და ესე კონკრეტულად არის, ну, მაინც ყოველთვის ყველაფერი ხელოვნებასთან კავშირშია, ხო? ხო, აი ხა მაგალითად ეს ბოლო პერიოდი ხარ გატაცებული გამოფენების კეთებით. ხო,
ხო, ну, აი რამოდენიმე. სადაც გინდა რომ აღმოაჩინო და ხალხს გააცნო ის ადამიანები, რომლებიც თავის სახელოსნოებში იმალებიან წლობით. არა, ეს ადრე იყო, მერე უბრალოდ აი ახალი ნამუშევრების, მხატვრების ახალი ნამუშევრების გამოფენა გავაკეთეთ ბოლოს და ესეც ძალიან საინტერესო იყო. ხო, იცი რა ნანკა, არ ვიცი, აი ესე კონკრეტულად ვერ გეტყვი. ყველაფერი გაინტერესებს, ხო? ხო, რაღაცები კიდე მაინტერესებს, იცი და ალბათ ვცდი იქაც ჩემ. სერფინგიც უნდა რომ ცოდოს მეგობრებო და ეს უნდა არა, ეს არის ოცნება, მაგრამ ნუ ეს ახლა და წარმოიდგინეთ გრიგოლეთში ჩვენ ბასეინში, სადაც წყალი დგა, ხელოვნურ ტალღებს იქმნის და რაღაცებს აკეთებს. არა, ეს ნუ გრიგოლეთში ხარ იქნებოდა და ტალღები არა დროს ისეთ რომ შენ სერფინგი ისწავლე. ხო, ნუ ახლა ეს ისეთი ოცნება. კიდე რა ოცნებები გაქვს, რომელიც გინდა რომ აიხდინო? და იცი რომ აიხდენ და საერთოდ რანაირი ხალი ხარ, რომ ყველა ოცნება სისრული? არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ამისროლდა. მაგის გჯერა, ანუ ხო? ნუ ახლა არ მინდა, არა, არ ვიტყვი. ანუ ზოგადად გჯერა მაგის რომ თუ ნუ საერთოდ ახლა ამაზე და სახში მეტყვი? არა. მართლა? არ ვიცი, არა. რომ ამისრულდება, აი მე რეგეტყვი. რა არის შენი აზრით გასაღები იმისა, რომ ადამიანებმა მიაღწიონ იმას, რაც უნდათ და რაზეც ოცნებობენ? აი რა უნდა ქნან? გეკითხები ადამიანს, რომელმაც ჩემი აზრით, რაზეც ოცნებობდი, ყველაფერი შეძელი. ყველა კარტი რა თქმა უნდა, ყველა კარტი რა თქმა უნდა, არ დაგვიდო ეხლა წინ, მაგრამ არა, მოთმინება იქონია. და მჯეროდეს და აუცილებლად და იცი რა, ეხლა უცებ არაფერი არ ხდება. ყველაფერს დრო უნდა და ნუ უნდა გადალახო რა რაღაცეები, რაც უფრო მეტი გადასალახია, ესე იგი აუცილებლად დასრულდება. ეს ყოველთვის ესეა, მე მგონი. აი თუ ეგრევე რაღაცა ძალიან მარტივი გზა, აი მან ცოტა ისეთი გზა არ მიგიყვანს. და თუ მიგიყვანს ცოტა ხანი მიგიყვანს. ხო, ნუ აი რაც უფრო მეტი სირთულეა, პრინციპში აი ამ სირთულეებით მიდიხარ, რატომღაც ესეა. იცი რა ეტყობა ამ სირთულეებშიც რაღაცას ძალიან ბევრს სწავლობ და უკვე ისეთი მომზადებული მიდიხარ შედეგამდე, არ ვიცი, მაგრამ ნუ სირთულე ყოველთვის არის წინ. და აი მოთმინებაა საჭირო, იცი, ძალიან ბევრი ვიცი, აი ჩემი მეგობრებიდანაც ხო, რომ აი დაანებეს თავი რაღაცა. დანებდნენ, ხო, იმიტომ რომ ნუ აი არ გამოდის, არა, ნუ უნდა რაღაცნაირად მიიყვანო რა ბოლომდე. შენ ნებდები შენი აზრით? მე თუ რაღაცა ძალიან მინდა, არა. მე? არა, შენ არა. არა, შენ არ ნებდები. ჩემნაირ ადამიანთან მე როგორც შენი შვილი რო ყოფილიყავი. პიროვნულად მოგეწონებოდი? ძალიან. მართლა ობიექტურად ვარები? როგორც შვილიც მომწონ ხარ ძალიან. კაი შვილი ვარ. ისედაც კი ბოლო წლებია ძალიან ყურადღებიანი და კარგი შვილი ხარ. მართლა? კი, ძალიან. ვცდილობ. იცი რა, მე აი რაღაცა პერიოდი ძალიან მიჭირდა, ხო, აი შენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ის ქონდა მიუღებლობა ხო? ხო, აი ხო იცი რომ იწყებ ლაპარაკს და არა, რომ დავამთავროთ, არა. აი კეტავდი ყველაფერს დასაწყისში, ხო. და აი რაღაცა წლების რამდენიმე წელია უკვე მივხვდი, რომ ძალიან ტყუილარ ხო, აი მაინტერესებდა რომ შენი ამ ხელს შრომა და თავდადება. კი. ცოტათი მაინც გამიმართლა. კი, როგორ არა, მე გამიმართლე, კი, ძალიან. ხო, მეც მინდა გითხრა, რომ სუპერ დედა ხარ. მართლა ძალიან მაგარი დედა ხარ. და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ყოველთვის რა ის მაქვს რა, ინსპირაცია ხარ შენ ჩემი. მართლა? კი, ძალიან ხშირ შემთხვევაში. მე კიდე მოვაქ რაღაცები გავიგე რას. ხო, ნუ ვიცი რომ გარდან ჩანს რომ მამაა ყველაფრის ინსპირაცია, მაგრამ შენ ხარ ხა ჩემი ერთ-ერთი, ჩემი დიდი ფრთა ხარ მოკლედ. ხო, ნუ ესეც უნდა ვიყო ალბათ არ ვიცი. კი, ძალიან მაგარია, როდესაც დედა შენი არის შენი მთავარი მრჩეველი და მესაიდუმლე, ეს ძალიან დიდი ძალაა მართლა.
რაც ბევრს შეიძლება არ აქვს რა და მართლა სამწუხარო. ხო, რა თქმა უნდა. და იცი რა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც აი თქვენ ასაკში და უფრო პატარებში რაღაცა გონია რომ აი ყველაფერი წინ გაქვს. ხო? არ არის, იცი, აი დრო ძალიან მალე გადის და აი უნდა მოუფრთხილდეთ კი არა, აი სულ რაღაც, აი დრო არ უნდა დაკარგოთ. იმიტომ რომ იცი რა მალე გადის. და ახალგაზრდებს რამე რჩევა არის, რასაც მოხდა, ალბათ ბევრია. ხო, რა თქმა უნდა, ბევრია. აი მთავარი რჩევები რამოდენიმე რომ ითხრა. ნუ იცი რა, თქვენ ყველაფერი ისედაც იცით ხო, ეხა ესეთი ბანალურ რჩევებს ხო არ მოგცემთ, რომ მთავარია ესე. უბრალოდ აი დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ნანკა, იცი, აი ეს შეგრძნება რომ ყველაფერი წინ გვაქვს, ეს ახალგაზრდობის ერთ-ერთი ესეთი ამბავია რა, რომ მე ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, არა. ისე მალე გარბის და აი ყოველ დღე, აი ძალიან მარტივია, რომ რაღაცა გააკეთო ერთი. ნებისმიერი რაღაცა ხო, აი ნებისმიერი რაღაცა, მაგრამ ეს ცოტა წინ წახვიდე რა. ყველაფერთან მიმართებაში. აი თუნდაც თუ ვიღაცას დავუშვათ აწყენინე და ხო იცი აი ძალიან რომ არ ქონია რომ აი გინდა რომ დავრეკავ, აი ხვალ დაურეკავ. რაღაც აი გადადების იმაში რო ხარ, ხო, რომ აი ხვალ და არ გინდა დარეკენო, ეხა მოიგე რა, აი წინ წაივიდეს ეს, აი დრო არ დაკარგოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მალე მიდის და არის უმნიშვნელოვანესი და ნუ ვერაფერს ვერ უშვებ, ვერ აჩერებ და ნუ უმართავია ეს. დროის გეშინია? დროის? ეხლა უცებ ჩაკითხვა. იცი რატო? იმიტომ რომ აი ბოლო ხო ვიძახი რაღაცა ცოტა ავჩქარდი ბოლო პერიოდში, სულ მეჩქარება და არ ვიცი, ეს უბრალოდ ტემპი შემეცვალა და პირიქით ეხლა დრო რო გემატება, უფრო რაღაცა ტემპი ისეთი გემატება, ნელდება. მე არა, მე აი სულ მეჩქარება, შეიძლება ესეც არის, რომ აი რაღაცა სულ გინდა რომ აი ერთ დღეში ბევრი რაღაცა მოასწრო. იმიტომ რომ უკვე ვიცი რომ აი ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდე არის რამე რასაც გვირჩევდი? ხო და აი არ არის საჭირო ყველაფერზე ნერვიულობა, იცი, იმიტომ რომ არ შველის. უნდა იმოქმედო, მართლა და აი გამოსავალი თავისი წამოვა და მე აი ამას ჩამოიყალიბო, ეს უნარი გაგიჩნდება. და უკვე აი ყველა ესეთი სიტუაციის დროს უკვე რაღაცა სწრაფად მობილიზდები. იმიტომ რომ ნუ არ არის საჭირო რა ეს ნერვიულობა რა. ძალიან დიდი მადლობა და რომ ჩემი სტომარი იყავი. ჩვენ წავიდეთ ახლა სახლში. საღალვა იქაც დავლიოთ ყავა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ქალბატონო ელეონორა. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ თქვენ გიცნობთ და ესეთი ბედი მერგო ცხოვრებაში რომ თქვენ ჩემ ქვემოთ ცხოვრობთ და ხშირად ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამანახე და ისეთი გულახდილი იყავი რა. ძალიან დიდი მადლობა.